ეხა რაღაცა წამლავ და უყურებდი. აი გავიდა მოკლედ რამდენი საათი და მოვიდა ვიღაცა მე მგონი მარშრუტკამ თუ რაღაცა მანქანამ შემოაყენა რა და აგერ მოვიდნენ გააღეს და წავედი ახლა მე მოკლედ. როგორც ჩანს ერთი ეს არის. აგერ მოვიდა კიდე ხა ტიპი. ფოლონურად ლაპარაკობს და ეს 100 მეტრზე განიერია ჯიგარო ცეპიანად. ასე რომ განსხვავებული დატვირთვა მექნება დღეს რომელიც დიდად არ სიამოვნებს გავსი რამეები, მაგრამ არ აუშავს. ხანდახან როცა საქმე სჭირდება, ეგეც საჭიროა. სავარაუდოდ გადმოვა ეხა ეს ჩემთან. იმიტომ განიერია, ჩემ პრინციპზე განიერია. ჩათვალეთ რა გაბარიტული მომაქვს ეხა, ნახოთ. მეორე ეს არის. Ja, biraz daha tren ar ვიცი, მაგრამ კიდე რა tren აგერ ამჯართებს. ეტყობა მეორადებს ყიდულობენ და მე პოლონეთში არემონტებენ ყიდიან თუ არ ვიცი რა არის მოკლედ, მაგრამ ეხა ამას და იმას მე წავიღებ სავარაუდოდ და ამათ მე სხვა წაიღებს. რავი, რა თუნდაც ეს ჯართები არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ძრავი ან გიდრავლიკა ეგეთ რამე, რომ ეს ეხლა ამ ტრაქტორები საქართველოში არ ყოფს. ნახოთ, არ ვიცით. ნახოთ. აი მეგობრებო, ტვირთი არა, ყველა რო ვიძახს, რომ ჩვენთან შედარებით კაი ტვირთებია, თქვა ეხა ამ ჩემ კომპანიაში აქ არ არის ესეთი კაი ტვირთები ხშირად. ახლა მე არ მიწევს, მაგრამ ეხა ეს უნდა დავშალოთ, გამოხსნათ, რომ ის აქ ფიზიკურად შეეტიოს, წარმოიდგინეთ. ეხა თვითონ იჩალიჩებენ, მაგრამ რო ვიძახი, რომ კაი ტვირთი თქო, ძიმე ტვირთები არაა თქო და სტენტის გახსნა, ეხა ორივე ტენტი უნდა გავხსნა, სულ უნდა დავშალო, ესეც დავშალო, ჭერის გავხსნა და ჭერის გახსნას განახლა. ამიტომ ვიძახი, რომ კაი ტვირთი არის, კაი ტვირთი მეგობრებო. ესეთი რაღაცები თქვენ არ მოგიწევთ. ბევრ ამას აქვს მნიშვნელობა, ტვირთები როგორი გაქვთ, სადადი ხართ, საწვავის ნორმა გაქვთ, პერეცეპი გაქვთ, პალეტების გასვლა თუ რა გაქვთ. ყველაფერი იქიდან რო ადვილად ჩანს, სინამდვილეში აი რამდენი რაღაცა ეხა საჩალიჩო. ამ შემთხვევაში ერთხელ მე მინჩალიჩია, მაგრამ ეხა ამ შემთხვევაში ესე ინჩალიჩებენ. ხო და ესეთი რამე თქვენ არ მოგიწევთ იმ კომპანიაში, პატარა კომპანიას თავის მინუსები აქვს, რო ვიძახი ეგ არის. თქვენთან დიდ კომპანიაში სხვანაირია. ეს არავის არ მოგიწევთ და თქვენ ამას ეხა როგორ იზავთ, ხო? და აქ სხვა რაღაცები ახლა გათვლები გასაკეთებელი, ის სავარაუდოდ გადმოცდება ეხა ამას და რაღაც საჩალიჩო მაგ და არაგაბარიტული და მოკლედ უბრალოდ რაღაც მიხვიდეთ რამპაზე მიაღებნა და დაიტვირთოთ ბევრად ადვილია ვიდრე ეხა ამის ჩალიჩი. არც ეს არაა ძნელი, მაგრამ ზოგადად როცა ვიძახი რომ რაღაცა ადვილია, რაღაცა რო ვადრი ორ კომპანიას, სხვა კომპანიებში ეხა ესეთი რამე ზირთად მარტო ჩემთან გამიგია ამ პატარა კომპანიას სიმართლე გითხრათ, მაგრამ ბევრი ტვირთია რომ მაღალი ტვირთები, რემენი რამდენი ადგილას უნდა დააბადა. იმ ჩვენ კომპანიაში არა ან ცალტენს ხსნით ხოლმე, ან რამპაზე, ისიც გავამ ორ ტენს ხსნიან 1000-ში ერთხელ და მე პირველ კომპანიაში სულ ხსნიდი ხოლმე და ახლა აქაც ხშირად მიწევს ხოლმე ამ ორი ტენტის გახსნა. ასე რომ ბევრ რამეშია განსხვავება მეგობრებო. მე ტრაქტორი მოვიდა, ეხა იმაზე ავიყვანთ ჯერ და მე აქ გადმოვიყვანთ კიდე. არა, ეხა გადავწყვეტეთ მეგობრებო, რომ გვერდიდან ამოვიყვანთ. ეხა ისავა მაგაზე და იქიდან გადმოვა აქით. გადმოწიეს ეხა ეს უფრო აქით. ვარი აპარატი ყავს ტიპს. ესეც უხვევს. JCB. ნახოთ. საბოლოოდ ესე გამოვიდა, ხით მეგობრებო, დატვირთვა როგორ მაქვს 12 ტონას მიჩვენებდა აქ უკანახიძე და ამიტომ გადავიტანე უკან და ეხა 12 ტონას მიჩვენებს პრიცებზე და უკანახიძე 10 ტონას. ეხა კიდე უნდა დავუდო, ანუ აქ 10 ტონა მაქვს და მეტი აქ არ შეიძლება და
იქ უკვე 15 შეიძლება, ანუ სულ 25 ტონა უნდა იყოს, მოკლედ აქ 10-ზე მეტი არ შეიძლება, ზოგან შეიძლება 11-12-ის, მაგრამ 10-ზე მეტს მე აქ არ უდებ ხოლმე. და საბოლოოდ გამოვიდა ეს რა და 14 ტონაა ეხლა ეს. საქართველოში მინახე ესეთი რაღაცები. საქართველოში გარაჟ სოფროს რო ვიყავ, ეგეთი რამე კაცო არ გვიკვირდა, მაგრამ აქ პირველად მაგდა ნახე როგორაა ჩაღონული. ხა იქ დაუდებთ კიდე ერთ ტრაქტორს. ჩემ შემთხვევაში მეგობრებო ესეც იწევა. ნახეთ ხა დანკრატებით ამას რო დაუშვე. აი, დავიდა ქვევით, ამას თუ დაუჭერთ, ასე ჩაულებრივად აწევთ რა. მაგრამ ხა მე დაუშვებ ამას ბოლომდე, აგერაც ახატია ინსტრუქცია. ანუ გვერდი ხო იხსნება, ისიც ხო იხსნება, ჭერი ხო იწევა და ჭერიც იხსნება, გავშე მარტივ მომრავლებლად იშლება ეს მისაბმელი. მეორე მხარეს აწეული მაქვს ხა და მეორე მხარესაც დაუწევ. ეს ცუდი არის მეგობრებო, ეხა ასეთ დატვირთვა მე არ მქონია სიმართლე გითხრათ. რაღაც გავსი დატვირთვები მქონდა, მაგრამ ასეთი არა და თუ ნახეთ არ ჩავერია საქმეში სპეციალურად მეგობრებო, იმიტომ რომ როცა რაღაცა არის ასეთ დროს ჩაქუჩებზე თუ არ გიყენი და რამე დაგემართოს, ამის რამე დაემართოს, სადღაო არაგინას ღაურებს. სადღაო არაგინას ღაურებს და ამიტომ არ ჩავერია თუ მსგავსი რამეები ეხა მე საქართველოს მიკეთებია, პროსტა ერთი-ორჯერ რაღაცაში მივეხმარა. მსგავსი რამეები საქართველოს მიკეთებია, საერთოდ არ მიკვირდა ეხა ის ბიჭი ძალიან ნერვიულობდა ისეთ საროჩქიანი ბავშვი. მაგრამ არ უნდა ჩაერიოს მსგავსი რამეში თავიანთი საქმეა, ზოგადად დატვირთვა, რომ დატვირთავენ ჩვენი საქმეა დავაბათ მე. და ეს ინიციატივა გამოიჩინა რაღაცა კი შეიძლება, მაგრამ მაინც არ გიჩვენებს მეგობრებო. თორემ მეც მეკავებოდა ეხა ხელები და მეთქი ამიშვით ეხა ტრაქტორზე გულში ფიქრობდი, მაგრამ არა, ჯობია თვითონ გააკეთო. მსგავსი რამე თქვენ არ გიქნებათ, არც გამიგია სიმართლე გითხრა, ვინმე საქართველოსავი დატვირთვა ეხლა ეს და ეგეთი რამე არც გამიგია, მაგრამ აჰა, ესეც მქონდა პრაქტიკაში, თქვენ შეესწარით ახლა ამ მომენტს. მაგრამ ამ ყველაფრის დადებითი მხარე ისაა, რომ ეხლა მომწეს მეგობრებო 9 საათიანი გემი, დიდი გემი, აი დიდი გემი რაც არის, თავის კაიუტი და ყველაფერი და მაგასაც განახერხებთ ასე რომ ძალიან მიხარია, ჯერო წუხელაგერ ვიკაიფე ამ ბუნები და იმითი. აქ ეხლა დიდად ვერ ვიკაიფეთ ამ უკვე ცხელა სიმართლე გითხრათ, მაგრამ მივალ გემზე და 9 საათიან დიდ გემსაც გაჩვენებთ მეგობრებო, რომელიც პირდაპირ ჩვენ ხო ეხლა მივდივართ აქედან საფრანგეთში ჩამოვდივართ ხოლმე და ეხლა პირდაპირ ჰოლანდიაში ჩამიყვანეთ და ღამე იმგზავრებს გემი, დავიძინებთ, ყველაფერს გაჩვენებთ და დილით ჰოლანდიაში ჩამოვალ, იქ ჰოლანდიაშიც მიყვარს ხოლმე იქ სოფლებში სიარული. მაგასაც გაჩვენებთ. როგორ გამოვიდა გამობერდი. Porządny załadunek. Krucywicz, dzwonić po mnie na załadunek, jak będzie. რაღაც ბულკები და რაღაცებიც მიპადაგრეს, რომელსაც ეხა მე ამას არ ვჭამ, მაგრამ პრინციპს ისემშია, შეიძლება კი შევჭამო, ეხა დავგეტავ. მაინც ასიამოვნო ფაქტია, რატომაც არა. ხშირად მოუციათ ხოლმე რაღაცები დასლებს და დატვირთვებს და ახევარი არ გვიჭამია, მაგრამ მაინც ასიამოვნო მე ვიღაცაზე მემიცია ისევ რა. ეს როგორაა მეგობრებო გამობერილი, ეხა ამას დავგეტავ და ვсё. ესეც ასე მეგობრებო. ესეც ასე მეგობრებო, დავიტვირთეთ, გადავამოწმე ყველაფერი. ჰაერებს ავაღებინებ. ვсё, წავედით მეგობრებო. იმედია მანქანა არ შეგხვდება. ესეთი დატვირთვები მეგობრებო, თქვენ არ შეგეშინდეთ მსგავს რაღაცებზე, რომ თქონდეთ ჯერ ერთი არაფერი არაა, მაგრამ თქვენ არ გექნებათ მეგობრებო მსგავსი არაფერი. მეც კი პირველად მქონდა ახლა აგერ. ირმუნია, სადა ხარ ირმუნია? მეც კი პირველად მქონდა მეგობრებო აგერ. თუმცა არაფერი, რა, მაინც ხუებმა დატვირთვეს, ხუები მეხმარებოდნენ დაბმაში და პრინციპში ხუები რომ მეხმარებოდნენ დაბმაში პირველი შემთხვევა იყო. და აი გააჩნია ხო გეუნებით ეხა აი ქართველები ვით იყვნენ, ეხა ეს პოლონელების კეც მომეხმარნენ, კეც რაღაცა ისე ორი ლუკმა მომაწოდეს, რაც თვითონ კონდათ გამიყვეს ესე რომ ვთქვა და არაფერი ეხა მაგათი ლუკმა და ის ვის უნდა ხო სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ მაინც ხო სასიამოვნო ფაქტია რა. ხო და
ზოგადად ესეთი რამეები თქვენ არა მეგობრებო, აი კიდე საიდან გამოფრინა მტრედი და ეხა სადაჭდა ნახე, ადი ეხა წადი ეხა მიდი, ხო და ვიღაცა თუ შეშინდება რომ აუ ეს სად დადის და რაღაცა არა მეგობრებო, თქვენ არ მოგიწევთ, მოწევით მოგიწევთ სადღაც თქვენი შეცდომის გამო, მაგრამ ეხა მე რო აქ ვიცოდი რომ მოვდიოდი და შეგნებულად მოვდიოდი, თქვენს გავცი რეისები არ მოგიწევთ მეგობრებო, იმიტომ ვიძახი რომ რამხელა მნიშვნელობა კაი რეისებსაც. შეიძლება ტრასაზე დადიოდე, მაგრამ არც არ დადიოდე და შეიძლება სოფელში დადიოდე და სულ ასეთი ტვირთები ქონდეს, ვერ გაიგებთ. ამიტომ ჩვენთან მსგავსი არაფერი არაა მეგობრებო. ეგეთი რამე ერთადერთი იყო თივა წამოვიღეთ ერთხელ რაღაც ესპანეთიდან ძალიან გამისწორდა იმ სოფელში შესვლას ადგილას ვიყავით და თივა დამიდეს ერთადერთი თქვენს რაც უნდა დაიწყოთ მუშაობა მან. ეხა მაინც თხილად მოვდივარ, იმიტომ რომ ვიწრო აგზა და სადმე რო გადავიდე რაღაც 20 ტონაზე მეტი მიდევს, მოკლედ საერთოდ რამდენი მიდევს, აბა ვნახოთ. 19 ტონა და 600. 19 ტონა და 600 მიდევს და მაინც არ არის ხა სასურველი მიწაზე გადასვლა, თან ნელა მოვდივარ, რავი. გემი 23 საათზე გადის. და ამიტომ დიდად არ დავჩქარობ ახლა მე. პირიქით ნელა ვივლი და ესეთი ტვირთი, იმიტომ არ მეყვართ ხა კი დავაბი და რაღაცა, მაგრამ ტვირთი ბორდზეა გადმოცელილი. ჩვენ ბორტებს გვერდზე ესეთი რკინები აქვს ამოშველი და პალეტები იმას ედება თუ რამე არ გამოსრიალდება და ეხა ეს ტვირთი ზემოდანადევს გადმოცელილია და თან ეს ეს ჯაჭვებით არის საერთოდ დასაბმელი სიმართლე გითხრათ ეს ტვირთი, მაგრამ რა რემნების ქონდა თან იმათაც გამოვართვით ამატებით 4 რემენი და თუ რამე მქონდა მოკლედ დავადუღე ყველა რემენი რა და მაინც არ არის სანდო მეგობრებო. ამიტომ ეხა ჩემ გემოზე ვერ ვივლი, ნელა უნდა ვიარო, ძალიან ნელი შენელებები, გემზე რო ავალი გაღმართზე შეიძლება გაჩერება მომიწიოს იმაზე რო წავდივართ ხოლმე, ამიტომ ეხა ბევრი რამე მაგას ათვალისწინებელი. მოსახოვების, ტორმუზის და ესეთი ტვირთი ზოგადად არ მეყვარს ხოლმე, მაგრამ ნუ რა სიზავთ ეხა. ყოველს არა, პირველად მაქვს ესეთი ტვირთი ცხოვრებაში, მსგავსი მქონდა, მაგრამ მქონდა პირველ სამსახურში. ხოდა. სამუშაო ესეა, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, ყველაფერს უნდა გავართვა თავი. არავინ არ იცის ხვალ სად მოგიწევს გადასვლა და შეიძლება ჩვენთან დაიწყოთ, მაგრამ ერთ წელში მერე წახვიდეთ, რა ვიცი, 100 ევროიანი სამსახური დაიწყოთ, ხო? მაგრამ იქ გონია თქვენ ესე ჩვენსავით მარტივად იქნება ყველაფერი? ჩვენთან ყველაფერი არის ძალიან მარტივი, რაც მეტია მეგობრებო, ხელფასი მით უფრო მეტია მსგავსი რამეები. ასე რომ მეგობრებო, ზელიასტონ მარჯენ. ასე რომ მეგობრებო, თქვენ ამას არ შეუშინდეთ, თქვენ მსგავსი არაფერი გელოდებათ ყოველ შემთხვევაში ჩვენ სამსახურში და მე არ ვიცი სხვა გარო გადახვალთ, რა სიზავ თუ გადახვედით საერთოდ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფერს თავი უნდა გავართვათ. თიცხე იყო ეხლა ძალიან კი თაში ვარ, თითქოს მაღალ ადგილას. ისე არც მაღალ ადგილას არა ვარ, 156 მეტრზე ვარ, მაგრამ ნუ 156 მეტრი ინგლისისთვის უკვე ნორმალურია. ბაშორს ერთხელ ვიყავი 800 მეტრზე ინგლისში და ძალიან გამიკვირდა. მაშინ როცა 2400 მეტრზე ყოფილვარ შვეიცარიაში. ხო და დიდად სასიამოვნო არ იყო ეხა ეს დატვირთვა მეგობრებო. ცოტა გაოფლიანდი კიდევაც სიმართლე გითხრა მიუხედავად იმისა რომ სხვების მეხმარი რაღაცნაირი მზე აჭერდა რა. და ნუ ეხა როგორც შევძელია ეს ბაჩონკა და რაღაცეები რატო გჭირდება მეგობრებო რომ ეს ადგილას ცოტა რომ თავი მოვიწესრიგოს ეხა მთლა ესე გემამდე კი გემზე ხა დამხვდება ყველაფერი, მაგრამ გემამდე 250 კილომეტრი მაგ და ამიტომ ხანდახან ესე ცაველე პირობებში სამხედროებივით გვიწევს ხოლმე თავის მიხება, როგორც შეგვიძლია ისე. მაგრამ სამაგიეროდ ეხა მივალ გემზე, რომელი გემი ძალიან მიყვარს, რომელსაც იშვიათად მაძლევენ ხოლმე სამწუხაროდ. აქ საკმაოდ დაღმართია მეგობრებო, ეხა რამდენად ჩანს არ ვიცი. რომელსაც იშვიათად მაძლევენ ხოლმე, ეს გემი ძალიან კაია, 9 საათია გემი, რაღაც 11-12 საათი საბოლოო ჯამში ლოდინიან ყველაფერიანად გჭირდება. თან პირდაპირ ჰოლანდიაში ჩამოგცავს ეს ანტვერპენი და რაღაცეები გასავლელი არ გაქვს. და მოკლედ კი ცოტა არასასიამოვნო იყო, მაგრამ რატომღაც ჩემ შემთხვევაში ამ არასასიამოვნოს ყოველთვის ბონუსის სახით მოყვება ხოლმე ეგეთი რაღაცეები, ან სხვა რამეები გააჩნია, ან რაღაც კაი ადგილას აღმოუჩნდები, ასე შემდეგ. როგორც იტყვიან, დაღმართი მოყვებაო და ჩემ შემთხვევაში რატომღაც ესე ხდება ხოლმე, არ ვიცი და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ ყველაფერი ესე ცუდი რო ხდებოდეს, ცუდია, ყველაფერი კაი რო ხდებოდეს, თავში აგვარდება ალბათ და მაგიტომაც არ ხდება ყოველთვის ყველაფერი კარგი. ვერ გეტყვით ახლა ეგ როგორაა მოწყობილი, მაგრამ
ну, ყოველ შემთხვევაში ეს რეისი შემიძლია რომ დასრულებულად ჩავთვალო მეგობრებო, იმიტომ რომ ეხა მარტო რულის ტრიალი მიწევს და მეტი არაფერი, ეხა გემი, მერე სახლი და ეხა უკვე მშვიდად ვარ მოკლედ რა. ასე რომ მივდივარ ეხა სიამოვნებით 9 საათიანი გემისკენ. თქვენს გაჩვენებთ რა თქმა უნდა ყველაფერს. აბა წავედით. აი მეგობრებო, საცობში ვარ ეხლა და ნახეთ რა მინდა რომ გითხრათ, ინგლისის მანქანებს უკან ყვითელი ნომრები აქვს და წინ თეთრები დააკვირდით. აქ ყველაფერი უცნაური აქვს. მოძრაობა, მანქანის ისი, ყველაფერი აქვს. თუ რამის გადაკეთება შეეძლოთ, მოკლედ ინგლისელებს ყველაფერი გადააკეთეს და ყველაფერი გააკეთეს სხვანაირად. წინ თეთრი ნომერი, უკან ყვითელი. რატო? კაცმარიც. არ ვიცი რა, ეს ყვა გამორჩეულები, ცოტა ინგლისელებს უყვართ რომ გამორჩეულები არიან და რაღაცა ადრე ევროპაში იყვნენ როგორც მოიხსენება და ეხლა აღარ არიან ევროპაში. ანუ ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაც განსხვავებული კონდეთ და გამორჩეულები იყვნენ და ნომრების ერთ-ერთი ესაა. ეხლა რა ვიცი, მიესალმებით ეხლა თქვენ, მე მაგალითად არ მომწონს, თან მახინჯი ნომრები აქვს, არც ზოლი აქვს, შავი არც არაფერი, გეგონება ყვითელ რაღაცაზე პირდაპირ იმას ქნეს რა, ციფრები დააწერეს რა. ვერ გაიგებთ რა მოკლედ. ვერ გაიგებთ მოკლედ, თუ აქვთ პონტი რომ რაღაცა სხვანაირი გააკეთონ, აგერ მოძრაობა უყუღმა ის მილებზე კილომეტრები, ნომრები და ყველაფერი, მოკლედ თუ რამე პონტი აქვთ რომ სხვანაირად გააკეთონ, შანსი არა არ გამაზავენ. გააკეთებენ. ეგეთები არის. და მე ხა იქ წელე დრო არ წამოვედი, кайხანა. ეხა ასე თუ ვიდექი ამ საცობში, მაგრამ 20-32-ზე მიწერს, 23 საათზე მაგ გემი 1-2 საათი ჩათვალე იქ უნდა იყო. ანუ რა ვიცი, ნახოთ, იმედია მივასწრებ და არ დავაგვიანებ. ტყუილა არ გავწელე იმედია. ესეთი ძველი მანქანა მე რამდენი შემხვდა უკვე დღეს. იქაც გამოიარა ვიღაც ას გერმანელების მანქანასავი ცოლქმარმა რო ვტვირთავდი. ვერ მოვასწარი გადაღება უბრალოდ. კაბრიოლეტი რაღაც მწვანე, ინგლისელი ვიღაც ფულიანები იყვნენ ტყობა, ასაკომნები, კატაობდნენ. აგერ კიდევ. აი ესე დადიან ხოლმე რა. ერთობა ხალხი. ძალიან ბევრს ნახავთ რომ აშკარად ერთობიან მეგობრებო, ძალიან ბევრს. პოლიცია ახლოს არისო, ბინოკლიანი ტიპი მედი არ დგას ხიდზე. შეიძლება ავარია მოხდა და მაგიტომაც არის შენელება.
გემები ეყე, ეგეთ პატარა არხები აქვს და ამ გემებში ბევრი ცხოვრობს ძალიან. ზოგი აქირავებს. ამსტერდამში, ზოგადად ჰოლანდიაში, ბელგიაში, ინგლისში ეგეთი არხები რო არის, გემზე როგორც ვიცი, ანუ წყალზე გადასახადი არაა. ქონების გადასახადი და რაღაც ეგეთი რამეები არ უწევ და გემს თუ იყიდი, მოკლედ არაფერი რა, დაჯექი და იცხოვრე, პრობლემა არ არის, აგერ ფერ არის. ეს Range Rover-ები, Jaguar-ები და Rolls-Royce-ები მაინც აქაურია, ინგლისურია და ყრია რა და ამ პოლიციაზე იძახდნენ, ეთყობა აქ რაღაცა მოხდა, ხო? პოლიცია წავიდა ეთყობა ეხა ესენი პროსტა. აიჭირება ეხა ამას. აუფშტა პროსტა მანქანა, აჰა, მოვიდა სახანდრო, სასტრაფო და ყველაფერი. აი, გავაგზავნეთ, აი ნახეთ მეგობრებო, როგორ ქუჩაში დგას პირდაპირ, ეს არის ამათი პარკინგი. რა ესე ვიწროთ აქვთ ხოლმე და ეხა მან წარვინე დაძინება როგორია სამზოლიან გზაზე ყოველთვის ვიღაცა დადის აქ და ღამე. აი ესე აჭანჭყარებს უზაოს ჰაერის ნაკადი. თუნდაც პატარა მანქანამ გამოიაროს, მაინც აკმარისია. და თავის პლუსები და მინუსები აქვს ამ ქვეყანასაც, მაგრამ საბოლოოდ რაღაც მე აქ შვიდად ვუზნობ თავს. უფრო რაღაც თითქოს რო გადმოვდივარ რაღაც აი ჰოლანდიაში და ინგლისში ვუზნობ შვიდად თავს, თუმცა ინგლისი არ მომწონს, იმიტომ რომ ბევრგან არ არის კაი სიტუაცია და რაღაც სიბინძურე და რაღაცა არის რანა. ჰოლანდია უბრალოდ იმიტომ მომწონს, რომ იქ ყველგან ყველაფერი კარგია. და აქ იმიტომ მომწონს, რომ არ ვიცი, აი ტრაილერის მხრივ, ტარების მხრივ აქ შვიდად გზნობ თავს რატომღაც. ყველაზე მშვიდად აქ ვარ, ასე მგონია, რომ აი ქალაქში რო დადიხარ და მე შენს უბანში რო შეუხვევ რა და უკვე აი корпус რო ხედავ რა, რაღაც ეგრე ვარ, რომ აი თვითონ ჩემს უბანში ვარ, რაღაც სხვანაირად მიმარტივდება აქ სიარული იგივე იმ ვიწრო გზებზე და ყველაფერზე. ეხა მე რო გუშინ იმაში შევედი და დღეს რო გამოვედი, ეხა მანდ ეგ რო გერმანიაში ყოფილიყო, მეც დავიძავებოდი. ან სადმე იტალიაში. მაგრამ აქ არა ვარ დაძაბული, იმიტომ რომ აქ არავის არ უყვირს და არავინ გაკურებული თვალით არ შემოგხედავს და რაღაც პოლიცია და რაღაც, ანუ ეთყობა მაგიტო არ ვიცი, ხიდები რო არ არის, ყველგან რო შეიძლება გაჩერება. გერმანიაში შეიძლება გააჩერო სადღაც სხვა გზა არ ქონდეს და დილით კარზე დაგაკუნონ, არა ჯიგაროზე შეიძლება ღამეს დაგიკაკუნოს პოლიცია, მან იგივე საწყობის პეპატრონი ან რაღაცამ რომ აქ მანქანები უნდა გაჩერდნენ, რატო გაჩერდნენ. არა გამორჩა. შეიძლება ზნაკი არ იყოს რომ არ შეიძლებაოდეს, მაგრამ აი მაინც დაგიკაკუნებენ, ჩვენთან რო არის ჩემი ადგილია ძმაო რო იციან. დაახლოებით ეგრე შეიძლება დაგიკაკუნონ და მინდა ეხა გერმანელს იქ გერმანულად რო გელაპარაკება, შენ ურჩიე რაღაცეები, ენა რო არის, ამა გაგებინა. პოლიციას რომ მოვიდეს, თქვენი აზრით ვის ხარეს დაიკავებს. ასე რომ გერმანია დიდად არ მეყვარს მეგობრებო. თუ რამე შანსი მაქვს რომ გერმანიასთან შეხება არ მქონდეს, ყველა შანსს გამოვიყენებ რომ მაგ ქვეყანასთან შეხება არ მქონდეს. არ ვიცი, ერთხელ და ორჯერ არა მეგობრებო, 3 წელია ეხა აგერ ყველგან ვცხოვრობ, ასე ვთქვათ, ქუჩაში, ასე გამოდის რა. და გერმანიაშიც ყველა რეისზე გერმანიასთან მაქვს შეხება ყველა ვარიანტში, მაგრამ არა, მე და გერმანია შორს ვარ. ვიღაცას მოწონს ვერ გეტყვით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისაც მე ვიცნობ, ხო? და ვისაც გერმანია მოწონს, ან არ მოწონს, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვიყავ გერმანიაში დამყოფი, ბიჭი გავიცანი და ჩამოსული იყო გერმანიაში ცხოვრობდა რამდენიმე წელი და რო ჩამოვიდა გამიკვირდა ისე ეყვებოდა გერმანიაზე რომ მეთქი მოიცა რა გერმანია ეხლა რო გაგებული რომ მქონა და არიციო ძმაო შენ რო ჩახვალ და რო იცხოვრო შენ ერთხელ აურჩი რო ჩახვიდო სხვა არის რო იცხოვრო მე ბევრ ამის გაიგებო და საერთოდ არ მომეწონა მაქაურ სიტუაცია და რაღაც ფული დაგროვებული ქონა და თბილისში ჩამოვიდა რაღაცებს აკეთებდა რა და მეც არ მეჯერა მეგობრებო და ეხა თუ ვინმე გერმანიაზე იძახის რომ კაიაო და რაღაცაო დიდი ალბათობით რა ვიცი მე ვისაც ვისნობ გერმანიასთან შეხება ვისაც ქონია მათ სხვა ქვეყნებში არ უცხოვრია და არ ყოფილან ზოგადად არ ისედაც არ ყოფილან ხვდებით ხო და ეხა მე რო ყველგან ვარ ნამყოფით ამ ბევრჯერ და თან აი ესე ქუჩის ცხოვრებიდან რო აკვირდები ამათ ისე კი არა რომ ტურისტულად ჩავედი და უირაკა ეს ბერლინის რაღაცა და ან პარიზის ეიფელი კაია მაგრამ მე ცოტა გარეუბნებში გადი პარიზში რა ხდება საშინელებებია მეგობრებო აი ნარკომანების ქუჩა არის კიდე და ეგეთი ბევრი ადგილებია კარგებიც რა თქმა უნდა არის მაგრამ ცუდი ადგილები ძალიან ბევრი აქვს ბევრ ქალაქს რა ზოგადად დიდ ქალაქებში არეულობები რო არის ეს ბევრი ხალხი და რაღაცა როა მან ეგრე უბრალოდ ესენი ხო გეუბნებით ხა ყველაფერს არ ამჟღავნებენ და არ იმაშვებიან თორე აქაც ქვეყანა რაღაცეები არის მეგობრებო ისეთი რაც არ უნდა იყოს ევროპას ვარ ეკადრება ეგეთი რამეები არის აქაც მაგრამ ალავენ ფუთავენ თუ რავი რაშვებიან ჩვენი საქართველოსთან კარგად ჩანს რომ აი ევროპა
კი, კაია, ბევრი პლუსი აქვს. ისეთები, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არ ვიცი, როდის მივა მაგ სტაბილურამდე და მაგ ეკონომიურ მდგომარეობამდე, მაგრამ შეიძლება ითქვას მეგობრებო, რომ ბევრი პლუსი კი არა, რამდენიმე პლუსი აქვს. ოღონდ ეს რამდენიმე პლუსი არის ხშირად საცხოვრებლად მნიშვნელოვანი და ადამიანების საცხოვრებლად მნიშვნელოვანი. საარსებოდ კი არა, საცხოვრებლად, რომ იარსებო კი არა, რომ იცხოვროს ადამიანმა. აი რამოდენიმე პლუსი აქვს და ეს პლუსი არის ძალიან მყარი და სტაბილური. ეგ არის თორე. საერთო ჯამში რო გადახედო, ხო? ესენი არაფრით არ გჯობიან მეგობრებო ჩვენ. არაფრით არ გჯობიან მეგობრებო ესენი. სულ 1-4-5 პლუსი აი ხა ევროპიდან რო აიღო და საქართველოს რო აჩუქო, აჰა, ეს თქვენი იყოს. ნომერ პირველი ერი ვიქნებით მეგობრებო, სოფლიო ისედაც ნომერ პირველი ერი ვართ, კაცო მაგას კი არ ვიცახი, მაგრამ ზოგადად რა, წელში გამართული და მართლა ისე აი ხა როგორც აქ უმეტესობა შეიძლება ის პატარა მანქანი დადიოდეს ვიღაცა, მაგრამ ეს ცენტრიდან ყავს გამოყვანილი ხა. ცენტრიდან გამოყვანილი მანქანა ვისაც ყავს, თქვენ რამდენს ისნობთ, ხო? და რამდენი ჩაგივლი სახლი მანქანი და ეგერი იახტას მიათრევდა ის კაცი და ნუ შეიძლება არაფერი ემშნეოდეს ახლა ამ რენოს პატრონს. მაგრამ შეიძლება ამან მოკიდოს ახლა თავის სოლფის ხელიდან, რაღაც სახლი მანქანა ჩაიბავს, უკან კიდე რაღაცა სკუტერი გამოიბას და წავიდეს იმოგზაუროს. აქ ესე მანქანები და ესე ჩაცმულობი და იმითი კი ყველას ახლა ზოგს ემჩნევ, ახლა როლს-როისთან ის არ გამოვა, ჩანჩურა ვიღაც ტიპი არ გადმოვა, მაგრამ ზოგადად ვერ გაიგებ ამათი ამოცნობა ძალიან ძნელია ვინ არის ახლა აქ. ჩვენთან რაღაც დვესტი თუ მოდის ან რაღაცა ისეთი S კლასი თუ მოდის ან G კლასი, ესე იგი რაღაცა არის და აი ხო გეუბნებით მეგობრებო, G კლასი შეიძლება ყავდეს როგორც ისეთ გამოსულ ტიპს, ასევე ვიღაც ფერმერს და მოიბას და თივები და ტრაქტორები ათრიოს. ვერ გაიგებ, აი გეუბნებით დავიჭერ ყველაფერს კადრში. ნელა ყველაფერს გაჩვენებთ. ეხლა ყველა G კლასი იმით და Range Rover-ი პრინციპებით არ დადის, მაგრამ ბევრი დადის, ხვდებით? და ასევე რაღაც რო ჩამივლია სადღაც და იგივე Rolls-Royce-ები და Range Rover-ები და რაღაცები რო დგარა რესტორანში, დგარა ჩაულებრივად რაღაც ეს Volvo და Renault და Peugeot და ეგეთი ჩაულებრივად, და ჩაულებრივად ხალხი ზის. ძირითადად ასაკოვნები არიან ხოლმე, არის ახალგაზრდების თავშეკრის ადგილები რაღაც სხვაგან არის ხოლმე და ცოტა ისეც მე არ ვიცი ხა მე სადაც ტრაილერით მიწევს სიარული აქ ვიზახი და ტრაილერით ხა ყველგან მიწევს სიარული, ხო? ძირითადად კაი მანქანებზე ასაკოვნებს ხედავ. რესტორნებშიც, ბარებშიც და ალბათ რა ვიცი, თიძე ჩამოსასვლელად თუ გავიხსენებ, რომ რაღაც ბარში გავიარე და მარტო ახალგაზრდები იყვნენ. ახალგაზრდებისაც ძალიან ბევრია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გეუბნებით, რომ აი მე სადაც დავდივარ და მე რაც ჩემი თვალით მინახიან, ძირითადად ასაკოვნები. ეხლა ტურისტულ ზონებს არ გულისხმობ, მე გეუბნებით ზოგადად სხვა ქალაქებს ვიძახი რა. აი ძველი Range Rover-ი ეს ახალი. სხვა ქალაქებს, ანუ სხვადასხვა ქალაქებს ვიძახი, ხა პარიზს არ გულისხმობ, მაგალითად, რაღაც ბორდოში თქვათ, რომელიღაც გარეუბანში შეიძლება ბევრი ზავიდენი ან ესპანეთის რაღაც გარეუბანში, ხა ბარსელონა და იმ მადრიდს და იმას, მან კი ბატონო, მან ყველაფერია, მაგრამ სადაც ჩვენ ხვდებით იქ, სადაც ჩაულებრივი ადამიანი ტურისტულად არ მოხვდება და ასეთი ბევრი ადგილია მეგობრებო, ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი არის, არანაკლები არის ხანდახან, ეგრეც ხდება ხოლმე. სიცოცხლით ხო რა თქმა უნდა, არა დიდი ქალაქები და რაღაც პატარა სოფლები და ქალაქები ყოველთვის ჯობნის და უფრო მყუდრო და რაღაც ისეთი ოჯახური გარემოებებია ხოლმე და ეგეთ ადგილებში რო უყურებ ძირითადად ასაკოვნები ბლატაობენ, ესე რომ ვთქვა. და აი არ ვიცი მეგობრებო, თუ გინდა თქვენს დააკვირდით, შეიძლება მეც რა ვიცი, რამდენი რამე უნდა დავიჭირო, კაცში რამდენი რამეს ვდიო, დამიზნებული ეს ტელეფონი რამდენი რამეზე მქონდეს. მაგრამ BMW-ზე ძირითადად ზიან ან ასაკოვნები, ან აი 40 წელი და ზევით. და ისიც ხო არ გონიათ რამე ესე რაღაც დერსკა და რაღაც. ყველა ის შაროჩკა და რაღაც ისე ცოტა ისე ჩაცმული, სალიდნად ჩაცმული ტიპები ზიან. ჩვენთან რო ყველას BMW ყავს და რაღაცა, ეხლა მე BMW-ზე რა გექნებათ ალბათ ჩემს სხვა ვიდეოების ნანახი. BMW ჩემი სიყვარულია, ბევრი BMW მყავდა, მაგრამ ჩვენთან BMW-ზე რო ზის ის სასტავი აქ არა. აი ჩვენთან რო ეს კლასებზე ზიან სასტავი, ხო? ეგ სასტავი ზის აქ BMW-ზე. ალბათ სულ ერთი 10 ჯერ მექნება, რომ ვიღაც პატარა ბიჭი რო იყოს ან რაღაცა ეგეთი,
BMW-ზე. ძირითადად 40 ასაკის ზევით, 50, 55, 60, რავი, M5-დან მეგობრებო, რამდენჯერ გადმოსულა. M5, M3, რა ვიცი, X5-M რამდენჯერ გადმოსულა, ბაბუ აი ძლივს საპარკინგზე გაუჩერებია და წელში გამართულა ძლივს მოხრილი იდგა. თოვა შორგზას დაჭდა. აი გაგიკვირდებათ რა. კაბრიოლეტი იმითი რა ქვია M4 და რა ვიცი, რითი არ ნახავთ ხოლმე ყველა ვარიანტში BMW-ზე ზის 40 წელს პლუს ადამიანი, 45 პლუს ადამიანი. ისიც ისე სალიდნად ჩაცმული, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ ვიძახი აქ ვერ გაიგებთ რა, აი ვინ არის აქ ვერ ამოიცნო. მანქანები თქვენ ამას ვერ ამოიცნობ, ხა. მანქანები ჩვენთან გადაადგილების საშუალებაზე მეტად უფრო სტატუსია, თუ გვაქვს საშუალება, სტატუსით ვარჩევთ ხოლმე რა მანქანებს, თორე შეიძლება რაღაცა ფურგონი ან პიკაპი გჭირდებოდეს და წავიდეთ და ის ვიყიდოთ, რა ქვია, ემელი და მე ყველაფერში ემელი გამოვიყონ, სიტყვაზე ვიძახი, ან X5 ან რაღაცა, რა ვიცი. ან შეიძლება არ ყოფნიდეს უბრალოდ ფული და ავდგე და ვიყიდოთ უბრალოდ რაღაცა, რაც მოგვივიდა იმ ფასში, რომ აი ნაკლებად გაიგ სხვა არის, მაგრამ აქ ძირითადად არჩევენ ადგილობრივებს ვიძახი, ჩამოსულებს არ ვიძახი, ადგილობრივებს ძირითადად არჩევენ, რისთვისაც ჭირდებათ მანქანა იმისთვის. აი აქაც მეგობრებო, რომ დააკვირდეთ, თითქმის ყველა, აი 95% არის ან ჰეჯბეკი, ან ფურგონი. სედან მანქანას აქ ვერ ნახავთ. ძალიან იშვიათად. კარგი, წავედით, ახლა წავედით, გავაგზავნოთ გზა, იმედია მივალთ ჩვენ გემამდე, თორე ეს თუ გავაგზავნეთ, დავაგვიანეთ იმ 9 საათიანი გემს და 9 საათიანი გემი ყველა დილას და საღამოს გადის მეგობრებო. ჩემი გემი ახლა ყველა 2-3 საათში რო დადის, ეგრე არ არის 2 საათიანი გემი. ეს 9 საათიანი ან დილით გადის, ან საღამოთი. იმედია მივასწრებ, თორე თუ ამაღამ ვერ წავედი და დილით რომ უნდა ვიყო ჰოლანდიაში, დილით ვიქნები ისევ აქ. აი გარმინდა. აი მეგობრებო, თუ ჩანს, აი როგორი ტიპის ახლა მაგაზონმა გადავიღო როგორი. აი ესეთ ტიპები ზიან BMW-ზე ძირითადად. აი საროჩკა აცვია, ასაკოვანი ალბათ 1-50 წლის იქნება, თუ გადავიღე. ეხა ამას კი ჭყლართი BMW ყავს საკაურობას აღშედარებით რო ავიღოთ, იმიტომ რომ 220 დიზელია ეხლა ეს. გავატაროთ ციგარი ეჩქარება. რაღაცა საცოდავი ხმა აქვს ამას პოლიციების ხმასაც, ციკვინა ხმა აქვს რაღაცნაირად. პოლიციის ხმასაც აქვს ინგლისში და სასწრაფოსაც. ეს კიები ევასებათ კიდე მაგრა. ელექტროები. რაღაცა მოხდა ის პოლიციაც იმიტომ გარბის, თორე. ნახოთ. ჩემი გამოშვერილი ტრაქტორის გუსინიცები არ მოხდო მაგ მანქანას. ცოტა მეტაც მაქვს ახლა, არაფერი ისეთი ცოტაზეა გადმოშვერილი რაღაც 20 სანტიმეტრზეც არ იქნება 15-15-ზე ალბათ, მაგრამ მაინც. ხო, მეგობრებო, მართლა რა გამახსოვდა, ბევრი მეკითხება და მექანიკაა თუ ავტომატიკაო ეს ტრაილერები და ყველა ავტომატიკაა მეგობრებო, მექანიკებიც არის და მე ერთხელ მომიწია ნახევრად მექანიკაზე, ერთხელ რო ჩააგდებდი, მე უკვე თავისით მიდიოდა სიჩქარეების გადართვა აღარ ჭირდებოდა რა. რაღაც ეგეთი პოლო ავტომატიკა შეხვდა, ისიც ავტოვოზი, იმიტომ რომ ძველი მანქანა იყო და ავტოვოზები როგორც გითხარით ძველია, მაგრამ ძირითადად მეგობრებო არის ავტომატიკები და ეს ახლა ჩემი როგორც მოგეხსენება ძალიან ძველია, ესეთი რაღაცა და ძველია, ეს მექანიკა არ არის, ჩვეულებრივი ავტომატიკაა მეგობრებო. აგერ არის ჩვეულებრივად, აჰა, ნეიტრალი ერი და ის რა ქვია. მაგრამ მანქანები ძირითადად არის ავტომატიკები. მეც ვფიქრობდი მაგაზე, მეთქი ამდენს რა უჩხალკუნებს და მე ხა სავესკებზეც მივლია და მიმუშავია კიდევაც და რაღაცა, მაგრამ არა მეგობრებო, აქ ყველა არის ავტომატიკა. ხშირად მანქანებს ეხა ჩემი ძველი ახლა გეუბნები, წინავალოს ქონდა წინგაყოლის ფუნქცია. წინგაყოლის ფუნქციაც აქვს, ზოლები და რო გადახვიდე რაღაც ხმებს გამოცემს და ასე შემდეგ, მოკლედ თანამედროვე მანქანებია რა, ეხლა ჩემი ეს პატარა კომპანია და ძველია ეს მანქანა, თუმცა ახლებით ვხავთ როგორც განახეთ კამერიანი ვოლოც, რომელიც თავისი დადისა გაუშვებ და თავის მიდის მანქანა. და თქვენ კომპანიაში ყავთ ისინი დაფები ახლები და მერსედესები.
ახალ Mercedes-ები რო შეუკვეთეს, ეხლა მაგათ არ ვიცი ექნება თუ არა, მაგრამ დაფებს ყველას ქონდა წინაყოლის ფუნქცია. Mercedes-ს არ ქონდა წინაყოლის ფუნქცია, ეთქობა ძვირი იყო ოფციებში და არ დაამატეს, მაგრამ Mercedes-ი კამერიანები იყო 99%. დაფები 50% სარკიანი ან კამერიანი. სარკეები არა და კამერები აქვს როგორც იცით. კამერები აქვს და ამის შესაძლოა აქ მონიტორები აქვს. წინა არხზე ბევრი ყველაფერი მქონდა, მაგის განხილვაც მქონდა, Mercedes-ის ცალკე, DAF-ის ცალკე. Iveco-ს ცალკე, MAN-ის ცალკე და აი ყველა რა მანქანაც ყოლია, ყველა მაინც იმავს ქენდა. ამ მანქანის ვიდეო მე მგონი ჯერ არ ამიტვირთია თუ ავტურთავდი უკვე, არ ვერ გეტყვით ეხლა. ხო, ამ მანქანის ვიდეოც ალბათ მექნება ერთ-ერთი მასში ვიძახი გავჩერდი და ამ მანქანაში რა ხდება, მაგასაც ნახავთ მეგობრებო მანდა. თუ არ მაგდადებული აწინახავდა. თუმცა ყველა მანქანაზე იმუშავება მეგობრებო მინდა გითხრათ, აი ყველაზე იმუშავება თავარია ერთადერთი უბრალოდ Iveco წავიყვანეთ მე და ჩემო მეუღლე სახში მივდიოდი და ბუსი თუ არ წახვალ თუ გინათო მანქანას თუ წამოიყვანეთო და მეთქი კაი ხა ბუსში ჯდომას მოდი დავждდებით ან Iveco-ზე მაინტერესებდა ერთი რა იყო ძველი კი იყო მაგრამ მაინც და ეს ძველი რო იყო უკვე ყიდენ და რაღაცა არ იყო ისეთ კაი მდგომარეობაში და ზრო ჩავჯექი მე და ობობა მოვდიოდი და გობობის ქსელი იყო დაჟე იმაში და ის ობობა ხა არ მომიკვლიე რა თქმა უნდა ჩამოვიყვანე პოლონეთში ჰოლანდიიდან თუ გერმანია არ ჰოლანდიიდან თავარია მანქანა იყო სუფთა და თქვენ შემთხვევაში ყველა სუფთა მანქანაა მეგობრებო თქვენ არასუფთა მანქანას ვერ ჩააბარებთ იქ მერე მოვა მანქანას რო დააცარილა და დასუფთავეთ მენტორი მოვა და ნახავს დაჟე აი სიდენის უკან და ესე კი არა ზედაპირულად აი შეიძლება ეს ახადონ და სიდენის უკანი ისინი გამოხსნან ეს უჯრები რო ყველაფერი მტვერი რამე არაფერი არ უნდა იყოს ასეთივე მანქანას ჩაგაბარებენ უბრალოდ ასეთივე სწორედ ჩაიბარებენ ეს მანქანა რო დგას მე შეიძლება უბრალოდ ვიღაცა რომ თქვა კარი გააღო მტვერი დაედოს უბრალოდ მაგრამ ის რომ რაღაცები ეყაროს ან ნამცეცები ეგეთ რამები აქ არაა და ცოტა ეგ პროცესი არასასიამოვნოა სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ძალიან დეტალურად უნდა დაწმინდოთ მანქანა რომ ჩააბაროთ და ასევე სუფთა მანქანას გაბარებენ რა თქმა უნდა ასე რომ ყველა მანქანაზე იმუშავება ძირითადად მაგრამ თქვენთან როგორც გეუბნებით მარტო DAF-ები და Mercedes-ები ყავთ იქ მეგობრებო ეხა ეგ ერფრინდებიან თვითმფრინავები აბა სანამ აქედან იქნება რამდენი თვითმფრინავი ფრინება დავთვალოთ ეხა 3-მა გაიფრინა მე-4 ეგ არ აფრინა მოდი აბა ვნახოთ მეგობრებო 600 მეტრში 30 კილომეტრი და აგერ მე-5 აფრინა კიდე ამადან აგერ ეს მე-5-ია უკვე სანამ იქ მივალ კიდე აფრინება 1 2 3 მივდივარ 25 კმ/სთ ესე იგი 700 მეტრში 5 თვითმფრინავი და ესეა ეს არ შეწყდება ეს ნაკადი მეგობრებო ასე იქნება გაიხანა ეხა ული ლონდონს გვერდი და ლონდონის აეროპორტზეა ლაპარაკი მეგობრებო. ეხა ცოტა ცუდ ადგილას ვარ, ხეებია თორე ცოტა გაშლის სივრცეროა მეგობრებო, სადმე რომ ისეთ ქალაქებში რომ მოხვედროა, ეხლა გეუბნები ეს ზოლებად არიან ჩამწკრივლები, ან ცოტა საღამო თუ არის შუქები რომ უნთიათ, ვარსკვლავებით არიან ესე ჩალაგებულები და მოდის ერთი ჯდება მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ, აჰა, კიდე აფრინდა ეგერ ერთი. აგერ ანუ სანამ ამ საცობს გავივლი, მე ვფიქრობ 1-10 კიდე აფრინდება. ნამდვილად აფრინდება მეგობრებო 1-10 თვითმფრინავი. ამ საახლოებით 20 წუთიან საცობში, კიდეაც 20 წუთიან საცობში 10 აფრინდება და არა მაიცა 2-3 წუთში ფრინდებიან ხოლმე, ხო 10-მა უნდა მოასწროს აფრენა კი. ეხლა ეს მეუნება აქითო და აქით რო წავიდე, საწავიდე აქით. რამდენი წუთი მოვიგებ ჯიგარო? 1 წუთს რაღაც, არ მინდა 1 წუთის გამო აქით არ წავა. სანამ გაბერილი იმით ფეხბზიმეთაა ჩემი პრინციპი. მე 7 თვეშია. მე 7 თვეშია ჩემი პრინციპი.
მეგორი ასა კომუნიკაცია იყო, ხედავთ. ერთობა ხალხი, ერთობა. კიდე აფრინა ერთი. ამოვა ეხა ხეებიდან, ამოვიდა ჯიგარი. მარტო ეხა რაც მაგ აეროპორტში ფული შედის წარმოიდგინეთ, ანუ რა დააგრევს ამათ ეკონომიკას, ამის დედავადირე, ყველგან სადაც არ გაიხედები, ყველგან აი პოლნი მუშაობაა, რასაც ქვია, აი იქნებიან ყარათ, აბა რა იქნება, მთელი ევროპა პოლონეთში რაც გინდა აწარმოე გაყიდი, რავი, საფრანგეთში, იტალიაშიც პრობლემა არ აქვს. იქნებიან მეგობრებო ძლიერები, აი რატომ არის ჩვენთვის კარგი ევროკავშირში შესვლა. რაღაცა გამბაჟების პროცედურები კი იქნება, სავარაუდოდ რა ალბათ რაღაცა, იმიტომ რომ ინგლისში რო გადავდივართ, ვამბაჟებთ მაგალითად ტვირთს. მაგრამ პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარიაშიც კი პრინციპში. შვეიცარიაში და ინგლისში არა, მაგრამ დანარჩენი ესე იგი სად დავდივართ ხოლმე ჩვენ. პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, კიდე აფრინა ერთი. ესპანეთი, პორტუგალია, დანია, ჩეხეთი, რუმინეთში შეიძლება მოგიწიოთ და ბულგარეთში ხანდახან ჩემი მეგობარი საერთოდ იმაში გაუშვეს, საბერძნეთში გაუშვეს. ბევრი ქვეყანაა რა, მოკლედ სადაც, რა ვიცი, მაგალითად მანქანა ჩამოიყვანე, გავყიდი ყველგან. გამბაჟება უწევს მანქანას, ანუ გამბაჟება უფრო ნომრების აღება უწევს და ძალიან იაფია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო ჩამოყავს მანქანა და მარტო რაღაც კონკრეტულ საქართველოს ბაზარზე რო ვარ დამოკიდებული და ადრე მაგალითად სასომხეთი იყო, მერე დაკეტეს, უკრაინა იყო, მერე მეგონი ახლა დაკეტილია, ხო? ასე არა, მეგობრებო, აქ ყველაფერი გახსნილია და ერთ ქვეყანაში კი არ ყიდი რაღაცას, ყიდი ყველგან, ნებისმიერ ადგილას და მომხმარებელი ყავს სულ, რაც არ უნდა აკეთო. აი ეგ არის ამათი პლუსი. ეგ გვჭირდება ჩვენ მეგობრებო, მაგის მეტი ჩვენ არ ვიცი, მეგობრებო, ეკონომიკა ჩვენ შიდა ბაზარით მე მართლა ვერ ხვდები განარა, უნდა მოხდეს ისეთი, რომ ყველას საქმე კონდეს და ყველას ის კონდეს. ეს მე რამდენია უკვე აღარ ვთვლი მეგობრებო, რა ვიცი. ეს რაღაც დესკი თვითმფრინავია, შავი თვითმფრინავია თეთრ ზოლებში. ტრამპის არის მე მგონი. დონალდა ჩამოვიდა მე მგონი. თორე გეუბნებით მეგობრებო, ჩვენ რო ეს ეკონომიკა ამ მდგომარეობაზე ქონდეს და გზახსნილი იყოს, მე არ მეგულება რა ვიცი, აი განავინ და ალბათ ძალიან ერთეულები თუ ადგებიან და მე მაინც სწავლენ რა. რატომ უნდა წახვიდე შენი ქვეყნიდან, ეხა ჩვენ ქვეყანაც ესეთი ეკონომიკა რო იქნება, მე უფრო მოწესრიგებული როგორც ეხა ვაკე გააკეთეს და წერეთელი გააკეთეს, ესე რო იყოს ეხა ყველა უბანი ჩვენთან და ყველას ახალი მანქანები გყავდეთ და ყველას ის გქონდეთ, რა ქვია, თქვენი საქმე გქონდეთ და თან ისე სტაბილურად იყოთ და რამდენსაც გინდა იმუშავებთ, რამდენსაც გინდა არ იმუშავებთ, ესე რო იყოთ. აი ვინ წავა მეგობრებო საქართველოსთან მე მითხარით. აი ვინ ადგება და ვინ წავა, ხო? აბა ხა მარტო ამ პატარა მონაკვეთში 2 კილომეტრს არ გამივლია, რამდენი თვითმფრინავი აფრინა მეგობრებო აგე. რამდენი თვითმფრინავი საქართველოში ერთ დღეში ფრინდება მე მგონი. ეხა მარტო იქ რამდენი ფული შედის თქვენ წარმოიდგინეთ. და ეს გვინდა რა, ეს არის საჩვენო, რომ ევროპა იმიტომ კი არა, თქო ევროპელებს არაფერი ისეთი არ აქვს მეგობრებო, ჩვენზე უკეთესი დამიჯერეთ. არაფერი ისეთი ევროპელებს ჩვენზე უკეთესი არ აქვს. აქვს რაღაცეები, რაც ცოტა გაგიკვირდებათ, მაგრამ საჭიროა კი ბატონო, არის ეგეთი რაღაცეები. არის რაღაცეები, რაც არ მოგეწონებათ, არის რაღაცეები, რაც მოგეწონებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს მეგობრებო, კარგი დამიჯერეთ, უბრალოდ აი აქაური ეკონომიკური მდგომარეობა გვჭირდება რა. და იქნება კამფეტი მე როგორც იტყვიან. ნახოთ, იმედია მოგვისწრებს. ჩვენ შვილებს მაინც იმედია მოუსწრებს მეგობრებო, ნახოთ, არ ვიცი. ამ საწოლში მეგობრებო, მე როგორც ჩანს ვაგვიანებ, იმიტომ რომ 21:50-ზე მიწერს ჩასვლას, თუმცა 22 წუთიან საწოლს მიჩვენებს. ჩათვალე 22:30-ზე მივალ და ან მეყოფა, ან არა, ეხა მე 9 საათი შესასვლელად რეგისტრაციისთვის ბილეთის ასაღებად და ასე შემდეგ.
ასე რომ რაღაც არ მომწონს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ წინ კიდე 2 საცობს მიჩვენეს. თან იქ რომ მივდივარი ცოტა სოფელია, ვიწრო ადგილებია, ეს სამი ხოლმოხოლი ადგილი, იქ ჩქარა ვერიული მოკლედ რა. ამიტომ ეხლა ცოტა არადა ჩქარასაც ვერიული ესე ცოტა უხეშად აქ, იმიტომ რომ ის ტრაქტორი რა ვიცი, პროსტა მაგ დაბრუნეთ რა, ეს ჯაჭვებით უნდა მქონდეს დაბრუნდა, ჯაჭვები კიდე მე არ მაქვს ეხლა აქ. და აი ცოტა დუ ეხლა. ნახოთ. არ უნდა გამეწელა დრო, აი შეცდომა დაუშვი ხა რა. ისე გამისორდა იქ ყოფნა და მეთქი რაღაცა რომ დამავიწყდა რომ აი ეს ლონდონის ეს ავტობანი მქონდა გამოსავლელი და აქ ხო ხშირად არის ხოლმე საცობი, უნდა წამოსულიყავი. თუ დრო დამრჩებოდა, იქ დავლოდებოდი ჯობდა დრო მაინც როდის დავიწყე დღეს მუშაობა, ხო 3 საათი იყო თუ 4 საათი. აი, მაინც დაუშვი შეცდომა. მაგრამ არ აუშვას. გამოსავალი ყოველთვის არის. კაცი არ ჩანს მეგობრებო, მაგრამ ძალიან ლამაზია, როცა შენთან გვერდზე ფრინდება. წახოთ დიდი განა. კაცი გეგონება რომ შორს არის და არ და ვაფშე არა შორს. ძალიან დიდია ახლოდან ეხლა რეალურად რო უყურებ. თან ეხლა ნახეთ, მე რო ეხლა 9 საათიან გემზე ავალ, მე სინამდვილეში 9 საათის გარდა მე 11 საათიანი პაუზა უნდა გამომივიდეს, მაგ 9 საათიან გემზე. როცა ადიხართ, იქ ხო გინათ 1 საათი, 1-2 საათი ლოდინი უნდა ხოლმე, 11 საათიან რომ მივალ და პარკზე გავჩერდები, სვენას დავკეტავს, всё. და პარომზე დავაყენებ მე, მაგას განახეთ როგორ ვიზავ. ეგ დასვენებაში გეთვლებათ, კი 2 საათს მე მანქანა დაძარი ახვედი, მაგრამ ნუ გემის შემთხვევაში გამონაკლისია და მაგ შემთხვევაში დასვენებაში გეთვლება და ანუ ეხა მე რო იქ მივალ, თუ მივასწარი ეგეც. წუთი წამიწამზე უნდა ავიდეთ, გემი 9 საათი მიდის. მოკლედ 10 საათზე მეტი ეს ასლა ჩამოსვლა გემი, ჩემ შემთხვევაში ეხა არ გასტანს. და მაგ 1 საათის გამო იქვე უნდა მოვძებნოთ რაღაც პარკინგი და გავჩერდე, რომ ეს ჩემი სვენას რო დავკეტა და რო დავარღო, დარღვევა გამოდის, ეს პარომზე ასვლა, ეს პირდაპირ გაგებით ესე ითარგმნება, ანუ იმაში განმარტებაში რომ ნახოთ, რომ ძღოლ შეუძლია თავისი პაუზა შეწყვიტოს, ამადა ამის გამო რაღაც ასე გამოდის რა მოკლედ. ხო და იქნა რომ გამოვალ მე 1 საათი, იქ გასაჩერებელი ადგილი არსად არაა ვიცი. ხო და ეგ მომიწევს და აი ეგ რაღაცეები რატომ მოვდუნდი, ხა რაღაც რო დავიღალე. მე რაღაცა გადავიბანე რაღაც და რო ნიავი რო უკიქინებდა თან საჭმელის ჭამი, მაგრამ გამისწორდა. შევყევი იქ ყოფნას და ეხლა ჯერ ერთიან მივასწრებ მე მაგემს და თუ მივასწრებ და მე კიდე 1 საათი მაინც ჩათვალე საათ ნახევარს რაღაც უნდა ვეძებო პარკინგი და იქ უნდა გავჩერდე ველოდო რა და ამიტომ ჯობდა რომ დროზე წამოვსულიყავი და იქ დავლოდებოდი, დრო მქონდა ქვეყანა, იქ დასალოდებლად სმენა გავხსენი მაინც რომელ საათს. ასე რომ ასეა მეგობრებო, მაგრამ რა სიზავთ. ყველანი ვწდებით ხოლმე. ეს ვაფშე ვერტალიოთ მეათრებდა რაღაც. არა უშვს. აი ხა წარმოიდგინეთ თქვენს კომპანიაში სადაც სამსახური უნდა დაიწყოთ, იქ ვარ. ეს უფეხებზე არ მყიდია ხა საცობი იქნება თუ რა იქნება, ნუ. თუ 5 საცობი არ იქნება და იყოს კიდე იქ. კონდიციონერი მაქვს ჩართული, გარეთ 30 გრადუსია. გრილაბძი ვარ აგერ. მაგრამ ეხა მე რო დავაგვიანო, ჩათვალე დილამდე, ჩემი დრო დავკარგე რა და დილით რო უკვე ჰოლანდიაში ვიქნებოდი, დილით ისევ აქ შეიძლება ვიყო იმაში ინგლისში. აი დღიური ანაზღაურება, რატო და თქვენ სამსახურს აი რამდენჯერ ვახსენებ ხოლმე, აი ძალიან მაგარი პლუსი აქვს, просто ეს ერთკვირიანი რეისები არა აქვს, აი რა გავაკეთოთ, თორე რა მინდა აქვს ვაფშე არ მინდა აქვს მართლა გითხრათ. იმიტომ რომ ამ ოჯახს ხო გეუნებით, მე მგონი გითხარით ვიდეოებში, მაგრამ ეხა საქართველოში რო იყოს დატოვებ მეგობრებო, მაგრამ აქ ვერ დატოვებ, არ არის ეგრე ეხა წუხელაც აგერ უბრალოდ ამ დილით მეუღლე მირეკავს და რაღაცა დაცემია იმას ჩემ პატარა გოგოს თავზე და
თავი ქონდა ესე გატეხილი და სასწრაფო გამოუძახებია წაუყვანიათ იმაში რა ქვია შუბლზე ესე აქ ის რა ქვია ნაკერები დაადეს ამდილი და მე ვარ ეხა წარმოიდგინეთ შუა დღეს დატვირთვამდე მირეკავს და ეგეთ რაღაცას მეუნება არ ინერვიულობ მეთქი რა მოხდა ესე აჰა მე მეორე რამოდენიმე თვის წინ მეგობრებო რაღაცა შეაერთეს ფენი თუ რაღაც და რა ვიცი ეს ორი ფენი ყველასაც თავთ ფენი აქვს სამივე საწალკე ფენები აქვს და რა ვიცი ხა იმ პატარამ რა უქნა იმას და რო შეერთა ბუთქა რა და ბუთქა რა ანუ რუბინიკი ამოვაგდო ოღონდ სახში კი არა გარეთ და თქვენ ხო არ გონიათ მეგობრებო აქ დაურეკავთ ვიღაცა და ადგებიან და მოვლენ ეგრევე გემიდან ვიყავი გადმოსული უკვე საფრანგეთში ვიყავით და მე კაკრას 2 დღეს ჩავედი და 2 დღე უშუქოთი ხო არ გონიათ ვიღაცას დაურეკავ და ერთი რას გააგებინე პოლონურად და რომს გააგებინო მე მოვაგონია ვინმე უცებ უნდა ჩაეწეროთ აქ საბურავის გამოსვლა რომ საბურავის გამოსვლა მეგობრებო უნდა ჩაეწეროთ ვულკანიზაციაში და ისე მიხვიდეთ თმები თუ გინდა შეიჭრათ უნდა ჩაეწეროთ და ისე მიხვიდეთ კი არის ხოლმე ხანდახან ხა მეც მაგალითად ჩემ იქვე დავდივარ სალონში მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ არ ყავს არავინ და თუ დაემთხოვი ხო მაგრამ ძირითადად უნდა ჩაეწერო ყველაფერზე ჩაწერა აი სისულელეა რა საბურავი დაჟე რომ დაგეშვათ არ ხდება მეგობრებო აქ ესე გაგიკვირდებათ მაგრამ ესე არ ხდება აქ რომ ვულკანიზაციაზე მიაყენა გამოცვალე არ ხდება ესეთო აი ეს ცხენების ისა ცხენები დაყავთ ახლა ამათ ხო და აი ამ ოჯახს რო ვერ ტოვებ ამ უცხო ქვეყანაში ეგ არის რა თორე თან რაღაც რამდენი რაღაცა არის ხა ოჯახში ესეთი რომ თორე საქართველოში რომ ყავდნენ მეგობრებო რავი ყველა იქაა დედამისი მამამისი ჩემი და ჩემი მეგობრები ჩემი ნაცავები მეზობლები რავი ყველანი იქ არიან და რაღაცა რო იყოს ვიღაცა სადაც არ უნდა იყვნენ სადღაც ვიღაცა შინაური გამოჩდება ბოლო ხო და აქ არა მეგობრებო ესე ვერ იზავ რა მოკლედ რა მაგის თქმა მინდა რა და თორე თქვენი მე სამსახური მეგობრებო სადაც უნდა დაგაწყებინოთ სადაც მე ვიმუშავე და ვიმეორებ რომ აი მაყოფილი ვარ მართლა მაყოფილი ვარ სხვებს რომ შევადაროთ მართლა ძალიან კაი სამსახურია სხვებთან შედარებით იდეალური სამსახური მე არ მინახია და არ არსებობს რა ვიცი ჩემთვის ეგრე იყო და თქვენ შეიძლება იდეალურიც აღმოჩნდეს ვერ გეტყვი მაგრამ მე რაღაცები არ მომწონდა ეხლა მაგრამ სხვებს რო ვადრი იმ რაღაცებზე ხმას როგორ ამოვიღებ სხვაგან ისეთ რაღაცები ხდება და ახლა აქაც ამ კომპანიაშიც უამრავი ისეთ რაღაცაა რაც სიმართლე გითხრათ არც ითქმება მეგობრებო ყველაფერი ტელეფონში და რაღაცა მაგრამ როგორც გეუბნებით სხვადასხვა ისინი აქვს ამ ჩემ პატარა კომპანიას ეხლა სხვა პლუსები აქვს და ამ პლუსების გამო ერთი კვირის რეისის და ეს რაღაცა კაი ურთიერთობა და ახლოს როა სახთან სხვადასხვა ეს მანქანა რომ ყავს თქვა და აღარ მიწევს ამის გამოსვლა რაღაც პატარა პლუსები აქვს მაგრამ ძირითადად ეს კომპანია ბევრად ცუდი კომპანია იმ კომპანიასთან ესე თუ შევადრით მეგობრებო აი გადასვლა არის ცოტა ისეთი აქიდან იქით შეიძლება ანუ ჩვენ ახლა აქ როცა ჩაულებრივად მოძრაობთ ჩაულებრივ იმაზე არა ინგლისში ანუ ევროპაში აქეთ გადახვალ იმიტომ რომ ხედავ მაგრამ იქით არ ჩანს მეგობრებო არაფერი და თუ ინგლისში მე როცა მოხვდებით რა თქვენს გააკეთეთ ალბათ ვიზებს აქიდან იქით ყოველთვის ის რომ პავარტინგი ჩარტი გადახვედი არა აი ყოველთვის წინასწარ უნდა გქონდეთ გათვლილი და ნაყურები და შესწავლილი უკან რა ხდება იმიტომ რომ აქით ჩანს კარგად სარკეში მაგრამ იქით სარკეში ეგრე კარგად არ ჩანს რაღაცეები მით უმეტეს ღამე და ხანდახან არის შემთხვევა რომ ამ ზოლიდან შუა ზოლი იმ ზოლიდანაც გადმოდის მანქანა და მეც გადავდივარ და თუ ცოტა ისეთ პოზიციაში გიდგას შეიძლება არ გამოჩნდეს საერთოდ მით უმეტეს ღამე თუ ან წვიმს თუ ან რაღაც ამიტომ აქიდან იქით ჯობია პავარტინგი ჩართო და კაი ხანი პავარტინგი ჩართულებმა იაროთ მე ზოგი ამ ფარს აგინთებს ან ეგრევე გადავლენ ზოგმა იცის გატარებს, მაგრამ არც ფარს აანთებს არაფერი და იმდენად ახლოსაა, რომ გეგონებათ, რომ ვერ გადავდივარო. მაგრამ ამ დროს გადადიხართ ის უკინა აქედან ჩანს ეგრეთ რომ რეალურად გადადიხართ 1-2 მეტრა ალბათ გექნებათ ადგილი, მაგრამ გეგონებათ რომ არა მაქვს ადგილი, ახლა რომ გადავიდე მოვდეფო, მაგრამ ეგრე არა და ისიც გელოდება რომ გადმოხვალ იმას გონია რომ როგორც ის უყურებს შენს წინ რომ აი თქვა ეხა 5 მეტრია ხო თქვა და 2 მეტრია, იმასაც გონია რომ ეს აღიქვავ და ეს ვერ აღიქვავ სად ყველა მით უმეტეს თავიდან რა. და ამიტომ აქიდან იქით გადასვლა ყოველთვის ძნელია ხოლმე, იმიტომ გვიყენია კამერა და ჩვენ მანქანებს იქ რომლებიც ინგლისში დადიან თქვენ კომპანიაში იმათ ყველას უყენია ეს კამერა რაღაცა მე მგონი კანონის შემოვიდაო თუ რაღაცა ეხა როგორც ეს ეხა ჩემი პირადი კამერა და მე პროსტა დავაყენე ეგრე მიყენია. მაგრამ მე მგონი რაღაც კანონის შემოვიდაო ამ წლა უნდა ამ კამერებს ითხოვენ და ინგლისის მანქანები რომლებიც ინგლისში დადიან ხოლმე მაგ მანქანებს უკვე კამერები უყენიათ და აქაც უყენია ყველას დაჟე ინგლისურ მანქანას რულიკით როა კამერები ყველას უყენია აქით. აი წავედით მიდი ბიჭო მიდი თორე 22:06-ზე მიწერს ეს ჩასვლას 1:20 კიდე დამაკარგინებს ესაცობი და
მე ხა ცოტა-ცოტას უკვე ვიწყებ ნერვიულობას სავით რაღაცას. არა მეგობრებო, ნერვიულობა და ეგეთები არ გამოგვადგება, თუ ჩავალ, თუ არ ჩავალ და არ ჩავალ. ეხა 116 კილომეტრიდან 116 კილომეტრი ნერვები მოშლი მაგის გამოვარვიარო და ისე ინგლისს რა უთხარი მე. კარგი, წავიდეთ, მოდი ნახოთ რა იქნება, ეგ იქნება. Rolls Royce მეგობრებო. აგერი ის კიდე. Aston Martin. მეგობრებო, ირმე. რამდენი არის? აგერ ერთი საათ გადმოსულა ნახე. მაიმუნ, შენ მამა ძაღლო, შენ შედი უკან თორე გაგიტანს მანქანატო. აი ეგრეთ განახოლმე ქუჩაში თვითონაც, და ეგ გუშინ ხო ხედავთ საერთოდ გამოყო ღირ თავი საკმაოდ დიდი რემი იყო. ეგენი ბევრი არის. აგერი დგა კიდე ერთი გარეთ იყო გადმოსული. მოკლედ აგერ საცობს მიჩვენებს, აგერ გაუხო ეხა და სხვა გზაზე გადავალ და მე აღარ იქნება ეს საცობი. როგორც მიჩვენებს. კაი, წავით ეხა მოკლედ ჩავთავ გემთან პირდაპირ, ეხა გზაში ბევრი რაღაცა იქნება, მაგრამ პირდაპირ გემთან გავაგრძელებ ეხლა მოკლედ. მაგ გემის ვიდეოს სავარაუდოდ შემდეგ ვიდეოში ავტვირთავ მეგობრებო, ასე რომ შემდეგ ვიდეომდე მეგობრებო, ნახვამდის.